კულტურის ცენტრის მიერ გამართულ ღონისძიებაზე მიმოხილული იქნა საქართველოს ისტორია 1918 წლიდან დღემდე. მოსწავლეების მიერ მოხდა ინსცენირება გეორგიევსკის ტრაქტატისა. ტექსტუალურ მასალაში გაჟღერდა იმ ფაქტების დეტალები, რომლებიც ქვეყნის ისტორიას დღესაც შავლაქად გასდევს. ღონისძიება დატვირთული იყო პატრიოტული თემატიკის ცეკვებითა და სიმღერებით. დღევანდელი ჩვენი ღონისძიება ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. 26 მაისი ხომ ჩვენი საერთო გამაერთიანებელია, მთლიანობის სიმბოლოა. თუ დავადებთ ყურს დედამიწას 26 მაისს, გავიგონებთ საქართველოს მიწის გამოძახილს, ქართველი ერის სულის თქმას, მაჯისცემას და ვიპოვით იმ ნამდვილ გზას, რომელიც დაგვიბრუნებს წმინდა და წმინდა ქართულ მიწებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა საკონცერტო პროგრამა, რომელიც რაიონის კულტურის სახლმა გამართა. ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს მიუძღვნა ღონისძიება მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრმა. პირველ ნაწილში მოსწავლეებმა წაიკითხეს პატრიოტული თემატიკის ლექსები, შემდეგ კი საკონცერტო პროგრამა გაიმართა. ქვეყნის დამოუკიდებლობის 94 წლის იუბილეს გამოეხმაურნენ სენაკის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. სტენდზე გამოფენილი იყო ამ თარიღის ამსახველი ფოტო და ტექსტუალური მასალა. გამომსვლელებმა ისაუბრეს თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის დამოუკიდებლობას და რამდენად რთულია მისი შენარჩუნება. დღეს დამოუკიდებლობის დღეა. მინდა მივულოცო ყველა სენაკელს, არა მარტო სენაკელს, ყველა ქართველს. ყველა იმ გულსმატკივარს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს საქართველო და ვისაც წამს, რომ საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი. ეს არის დამოუკიდებლობის დღე, დღე, რომელსაც ვერავინ ვერ წაგართვს. დღე, რომელსაც ქვია თავისუფლება არა ქვეყნის, მაგრამ თავისუფლება ადამიანის, აზროვნების და ადამიანის გაუტეხლობის. ყველა ქართველმა წლების განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში, იმიტომ შესწირეს თავი, რომ საქართველო ყოფილიყო ერთიანი და ძლიერი. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთეთ და ვალდებულობად გავაკეთეთ, რომ ჩვენ შვილებს დავუტოვოთ ერთიანი ძლიერი საქართველო და ასეც იქნება. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ დღეს, უსურვებ თითოეულ მათგანს წარმატებებს ცხოვრებაში და ეთხოვოთ ერთიან და ძლიერ საქართველოში. 25 მაისს ჟიულის არტავასა და მისივე სახელობის მხარემცოდნეობის მუზეუმში მოსულ სტუმრებს მასპინძლობდნენ ღონისძიებაზე. 26 მაისი ქართული ერის ზეობის დღეა. ღონისძიებას უძღვებოდა ჟიულის არტავას მუზეუმის უფროსი სპეციალისტი ქალბატონი მარინე აბრამია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საკითხები მიმოიხილეს მუზეუმის მეცნიერ-მუშაკებმა და მოწვეულმა სტუმრებმა. კერძო სკოლა პელაგონის მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული მონტაჟი თავისუფლებავ შენ ხარ კაცთა ნავსაყუდელი. ღონისძიება მუსიკალურად იყო გაფორმებული. სამხატვრო გალერეაში სენაკის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების 100-მდე ნახატი გამოიფინა. თემატიკა აქაც 26 მაისი იყო. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. ყველას ვულოცავ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებ, რომ გაერთიანებულ და გარწმუნებულ საქართველოში გვეცხოვროს. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა შემდეგ თეატრალურ მოედანზე გადაინაცვლეს და ასფალტზე ხატვა მოაწყვეს. მათ საქართველოს დროშა და მტრედები დახატეს, როგორც სიმბოლო ერთიანი საქართველოსი. პირველ რიგში ყველა ქართველს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 1918 წლის 26 მაისს იშვა ახალი საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რა თქმა უნდა, ძველი საფუძველზე. თუ გადავხედავთ ჩვენი ერის ისტორიას, ეს არის განუწყვეტელი ბრძოლა, განუწყვეტელი ჭიდილი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. სამწუხაროდ ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება, როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დაკარგულია. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რა თქმა უნდა, გამოეხმაურა აღნიშნულ თარიღს, მოეწყო მთელი კვირის განმავლობაში ტარდებოდა კომპლექსური ღონისძიებები. პრაქტიკულად ყველა კულტურულ საგანმანათლებელ დაწესებულებაში ჩატარდა საზეიმო ღონისძიება და დღეს 26 მაისს ჩავატარეთ გალერეაში ბავშვთა ნახატების გამოფენა, როგორც ხედავთ, მიმდინარეობს ასფალტზე ხატვა. კომპლექსური ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული კონცერტი იყო. მასში მონაწილეობა მიიღეს ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და ქალაქში არსებულმა ქორეოგრაფიულმა და საესტრადო ანსამბლებმა. ამ კონცერტით 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის აღნიშვნა დასრულდა.